თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც კი არ გამოიყენა ამ ხელისუფლებამ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ევროკავშირი კი არ გახდა საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. პირიქით, რუსეთთან გაიზარდა ვაჭრობა და ეს გაკეთდა სრულად მიზანმიმართულად. ეს ხელისუფლება ამ სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას რუსეთთან პირდაპირ და შეგნებულად ხელს უწყობდა და შემდეგ, როდესაც 2022 წელს მაგალითად თელმამ სოფლიო ნორმალური ქვეყნების უმრავლესობამ სანქციები დაუწესა რუსეთს, გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ვერ შევერთდებით ამ სანქციებს, იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ რუსეთზე ეკონომიკურად. ოღონდ ამ ხელისუფლებამ გაგხადა ისევ დამოკიდებული რუსეთზე, რუსეთთან ვაჭრობაზე, მათ შორის არსებობს გარკვეული ისეთი პროდუქტები, რომელიც ეკონომიკისთვის წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან საცოცხლოს, მაგალითად ხორბალი და ფქვი, რომელიც 100%-ით რუსეთიდან შემოდის. ან რუსული ბაზარი არის მთავარი ბაზარი გარკვეული ტიპის ქართული პროდუქტის, მაგალითად იგივე ღვინისთვის, რომელიც მანამდე ნასწავლი ჰქონდა, როგორ გაგვიყიდა სხვა საერთაშორისო ბაზრებზე.